დარჩით ვიდეოს ბოლომდე. ამ ვიდეოში მე ვაპირებ წავიდე ანაკლიის შემოგარენში ჩემ მეგობრებთან ერთად. ერთი მთლიანი ღამე გავატარო მანდ, უკვე შემდგომში მეორე დღეს გადავიდე, ვითევზაო, ცხოველებს დავაკვირდე, შევისწავლო ის სახეობები, რაც მან შეგვხდება. ამავდროულად გზაში გავიარო ხობის მუნიციპალიტეტში, ვეწვიო პაპანწყვილის ტბასაც, ასე რომ დარჩით ეს ვიდეო ნამდვილად ღირს ყურებად. მოვედი ერთ-ერთ ძალიან ლამაზ ტბაზე და იგი გახლავთ გორებს შორის მოქცეული. ამ ტბას ჰქვია პაპანწყვილი. პაპა ნიშნავს მამაოს, მღვდელს, ხოლო წყვილი მეგრულად ნიშნავს ჩაძირულს, დამხრჩვალს. ლეგენდის თანახმად ამ ტერიტორიაზე ადრე საერთოდ არ იყო წყალი. აქ იყო ქოხი, სადაც ცხოვრობდა მამაო, სასულიერო პირი. მან თავის მუშებს მოტყუებით საკვები გამოელია და აჭამა ძაღლის ხორცში, რაც იყო ძალიან დიდი ცოდვა. მას შემდეგ მოხდა ის, რომ მიწა გაიხსნა, ამ ტერიტორიაზე ქოხიც ჩაიტანა, მამაოც თან მოიყოლა და დაიტბორა ეს ზონა და ახლა დღეს მან ჩვენ ვხედავთ იმ ტბას, რომელსაც პაპანწყვილი ეწოდება. ძალიან სუფთა არის ეს ტბა, ერთი შეხედვითაც თუ გადახედავთ, თითქოს და რაღაც ცენტრში ლურჯი ფერი აქვს. აი ნაპირთან შეგიძლია დაინახო მცირე თევზების კი, რომლებიც მოძრაობენ, როდესაც ისინი ახლოს მოდიან ფსკერთან. და ბავშვები ძალიან კარგად ერთობიან სხვათა შორის ამ ტერიტორიაზე. ზემოდან მართლაც ლამაზი არის ამ ტბის დანახვა. თუმცა დროთა განმავლობაში დარწმუნებული ვარ, აი ეს დაფნა რაც აქ არის ახლა. წარმოდგენილი აითვისებს აი ამ სივრცეს და დაფარავს აი ამ ხეთს. თუმცა ვინაიდან საქართველოში დაფნა სხვა გამოყენებაც აქვს, დიდი ალბათობით ამათაც მოჭრიან და ჩააბარებენ რაღაც დონეზე, იტყობა რომ მოჭრილი არის. სხვათა შორის ხშირ შემთხვევაში აი ეს ეკალღიჯი, რომელიც პარაზიტი მცენარე არის, ძალიან კარგად ითვისებს სუბსტრატად იყენებს სამაგრად სხვადასხვა სახეობის მცენარეებს და ხელს უწყობს იმას, რომ ეს ტერიტორია გადაყევდეს და ადამიანისთვის რთულად ასათვისებელი იყოს. კი ცივი არა? ახლა კი გავაგზავნოთ გზა ანაკლისკენ. ახლა მოვედით ერთ კარგ ლოკაციაზე, სადაც სახეობების დაკვირვება შეიძლება ძალიან ახლოდ. შემოსვლისთანავე უკვე დაგხვდა გარეული იხვი, ივეოსი და ამავდროულად რუხი ყანჩაც. ახლა შევესწრები ახლოდან გადავიღო ისინი, რომ კადრში მოვახვედრო. ამის ტრიალით, ზოგადად აი ამ პირველი ზედა იმის ტრიალით აკონტროლებ ყოველთვის ზუმს, ანუ რამდენად მოვა გამოსახულება და რამდენად შორსავა გამოსახულება. ამ ცენტრალური ტრიალათი კი ასწორებ ფოკუსს და შეგიძლია რომ საკმაოდ ახლოდან დაინახო. და ნახე აბა რამდენად აითვისია, აბა. აი ახლა არის შუა დღის 4:09. საკმაოდ ცხელა. მიწიდან ამომავალი სითბური ნაკადი კი ხელს მიშლის იმაში, რომ გადავიღო ინდივიდები. ვინაიდან ტემპერატურა ძალიან მაღალი არის, ჩვენი მიზანია, რომ 1-2 საათი სადმე შევეფაროთ, ხოლო შემდგომში კი დავიწყოთ მოძრაობა და გავემზადოთ ამაღამ აქ ღამის გასათევად. არ ვიცი ახლა კადრში როგორ გამოჩნდება, მაგრამ ჩემს უკან ზიან ტარბის ბარტყები, რომლებიც წელს არიან დაბადებული. ამ ყველაფერს მათი ვიზუალიდან ვიგებთ, ვინაიდან ისინი დასრულობისას ვარდისფერ შეფერილობას იღებენ. მათაც როგორც ჩვენ ძალიან ცხელად, სწორედ ამიტომ ისინი ზიან და ელოდებიან მზის გადასვლას, ხოლო შემდგომში უკვე გადავლენ აქტიურ ფაზაში და საღამოთი დაიწყებენ საკვების მოპოვებას. ხოლო რაც შეეხება ოფოფებს, მათთვის აი ასეთ სიცხეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მაინც აქტიურად აგრძელებენ საკვების მოპოვებას.
სანამ ზე გადავა, ცოტა მოთელვა გავაკეთოთ, თორე მთელი დღეა დღეს არაფერი არ გვიჭამია. პეპერონი, ნარიყველი, პური და კოკა-კოლა. ეს არის რითიც ვიწყებთ მოთელვას დღეს. სენდვიჩი. Two hours later. ამ საღამოს ვაპირებთ რომ ვითევზაოთ, ამიტომ აუცილებელია რომ შევაგროვოთ ჭიები. აი ხშირად აი ასე დიდი ზომის მინდორში ვერ ვიპოვით ისეთ ადგილს, სადაც ჭია შესაძლებელია ვიპოვოთ. თუმცა აი ეს ფეკალური მასები არის იმის ნიშანი, რომ შესაძლებელია ჭიებს წავაწყდეთ სწორედ მათ ქვეშ. შესაბამისად წრეზე შემოუთხაროთ სხვადასხვა მხრიდან და ვნახოთ თუ კი გაამართლებს ჩემი პროგნოზი. აი მსგავსი ჭიები გვხვდება ცხოველის ფეკალური მასების ქვეშ. დიდხნიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა მოვახერხეთ გვეპოვნა რამოდენიმე ცალი ჭია. და ერთი ბოსტანა იგივე მახრა. რაღაცა გადაიღმერთა უკან ამავდროულად. მიდეკა ვერ არის. ახლა მივდივართ რომ შევარჩიოთ საბანაკო ადგილი. კარავი გვაქვს გასაშლელი, ამავდროულად ცეცხლიც უნდა დავანთოთ, საჭმელიც უნდა გავამზადოთ და დილიდან კი უნდა შეუდგეს სახეობების მონიტორინგს. საინტერესო იქნება ბიომრავალფეროვნების გადაღება აი ამ ტერიტორიაზე. აი მინდა გაჩვენოთ როგორ გამოიყურება ჭარბტენიანი ზონის ტბები, რომელიც მდებარეობს ანაკლიის მიმდებარედ ჭურიის არხის შესართავთან. აი ზაფხულის პერიოდში აქ როგორც ხედავთ ძალიან ბევრი წყალმცენარე არის თავმოყრილი და თითქოს და აჭაობებს აი ამ ზონას, თუმცა ზამთრის პერიოდში უკვე, როდესაც ეს მცენარეულობა ხმება, უფრო ხელმისაწვდომი არის ეს ადგილი მეთევზეებისთვის, ვინაიდან იმდენი წყალმცენარე არ არის, როგორც აი ამ ყვავილობის ზაფხული-გაზაფხულის პერიოდში ჩვევია ხოლმე. ალბათ ყველას გინახავთ აი ეს ლამაზი მცენარე, რომელსაც ქართულად ლაქაში ქვია. აი ესეთი დღეობის დროს, რომელსაც ჭიაკოკონობა ქვია, ბავშვები ხშირად ჭრიან, წინასწარ ახმობენ, შემდგომში უკვე ცეცხლს უკიდებენ და ხამი საკმაოდ ლამაზად და დიდხანს იწვის. შესაბამისად, ყოველთვის ამ მცენარის დანახვის დროს ის პატარაობის მოგონებები მახსენდება, რომელიც ამ მცენარესთან ნამდვილად დაკავშირებული არის. სწორედ აი ამ ლაქაშის თავზე არსებულია ეს წამონაზარდები არის მისი თესლის ნაწილი, რითიც ის მრავლდება შემოდგომით და ზამთრის პერიოდში. იგი ხმება, იფანტება და ამის მეშვეობით ახერხებს ახალი ტერიტორიების ათვისებას და გამრავლებას. ზოგიერთი არის აი მთლიანი ხო არის, მაგალითად აი ეს ზოგიერთი არის აი ორ ნაწილად არის გაყოფილი. აი მაგალითად აი ეს რაღაც შუალედური და სხვადასხვა ფორმების არის. ზოგიერთი სამ ნაწილადაც კი არის გაყოფილი. სამნაწილიანი შედარებით იშვიათია, თუმცა ძირითადად მაინც აი ასეთი მთლიანი ფორმის არის ხოლმე წარმოდგენილი. საქართველოში ხელზე ჩამოსათვლელად თუ არის დარჩენილი ისეთი ადგილები, სადაც ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლებისთვის და ფრინველებისთვის ხელსაყრელი არის გარკვეული დროის გატარება, მაგალითად მიგრაციის პერიოდში. ხშირად სახეობები აი ამ ტერიტორიას და აი ასეთ ზონებს ირჩევენ იმისთვის, რომ აქ დაისვენონ და ის ენერგიები აღიდგინონ, მოიპოვონ საკვები. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია აი ასეთი ტბების და ჭაობიანი ზონების შენარჩუნება მენაპირე ფრინველებისთვის. ბუდობის პერიოდში კი მაგალითად როგორი დროს არის ახლა, იხვები და სხვადასხვა სახეობის ფრინველები აი ამ ლაქაშებში და ლელიანებში იკეთებენ ბუდეებს, გამოყავთ ვარტყები, თავს აფარებენ, საკმაოდ კარგი დაცვის როლს ასრულებს აი ეს მცენარე მათთვის. შესაბამისად ყველა სეზონზე აი ასეთ გარემოს აქვს თავისი პრივილეგია იმ სახეობებისთვის, რომლებიც აი ამ ტერიტორიაზე ბინადრობს. ზღვისპირას წავაწყდით დართოლიას. წლევანდულა ინდივიდები ხშირად დასრულებზე მეტად იღუპებიან, ვინაიდან მათ ახალგამოწვევებთან უწევთ გამკლავება. საიდან ვიცით ახლა რომ ეს ინდივიდი არის წლევანდულა, ანუ წელს დაბადებული რამოდენიმე თვის ინდივიდი. თუ კი დავაკვირდებით მის ქუდის ბუმბულს, იგი ძალიან მოწესრიგებული არის. ამავდროულად მისი სხეულის შეფერილობაც არის მოშავო მოთეთრო ფერის, რაც გამოკვეთილი არის ახალგაზრდების შემთხვევაში. მსგავს შემთხვევაში ყოველთვის მნიშვნელოვანი არის, რომ დისტანცია დავიჭიროთ მსგავსი ინდივიდებისგან, რომლებიც დაუდგენელი მიზეზით არის აი ასე სანაპიროზე მოხვედრილი.
განსაკუთრებით ახლა ტურისტული აქტივობა შეინიშნება ამ ზონებზე, შესაბამისად ადამიანის შემჩნევადობაც უფრო მეტი არის. ამიტომ ყველას ურჩევ იმას, რომ თავი აარიდონ მსგავს შემთხვევაში ინდივიდებთან ხელით კონტაქტს, მოარიდონ ბავშვებიც ამავდროულად, ვინაიდან მათი სიკვდილის მიზეზი შესაძლებელია იყოს ისეთი, რომ ადამიანსაც გარკვეულწილად შეუქმნა საფრთხე. ამიტომ ყოველთვის უმჯობესია, რომ თავი ავარიდოთ მსგავს სიტუაციებს. მისგან ათეულობით მეტრის მოშორებით კი წავაწყდის ზღვის ღორს, რომელიც შავ ზღვაში გავრცელებული დელფინის სახეობაა, ერთ-ერთი მათგანი. საქართველოში გავრცელებული არის სამი სახეობის დელფინი. ეს არის აფალინა, ფედგვერდა და აღნიშნული ინდივიდი ზღვის ღორი, რომელიც ზომაში ყველაზე მომცრო არის. ის ხშირად საკმაოდ რთულად შესამჩნევი არის, ვინაიდან მას არ გააჩნია დორსალური დიდი ზურგის ფარფლი, შესაბამისად მისი დანახვაც სხვა დელფინებისგან განსხვავებით საკმაოდ რთული არის. როგორც იქნა დაბანაკებასაც მოვჩით, ახლა კი დროა ცეცხლი დავანთოთ, ამავდროულად ანკესების გავამზადოთ და ვნახოთ თუ კი მოვახერხეთ თევზის დაჭერა. აგრეთვე გეგმავ რომ გავამზადოთ სუშიც. ბრინჯი მზად მაქვს, ნორიც თან მაქვს. ვინაიდან ძალიან ცხელოდა ორაგულის წამოღება ვერ მოვახერხე, გაფუჭდებოდა. შესაბამისად ვამჯობინო რომ წამომეღო რაღაც იმიტირებული კრაბის ჭხირები. ვნახოთ როგორი გამოვა. აი შავი ზღვის სანაპიროზე მოგზაურობისას. აი მანაკლის მიდამოებში ზღვის პირას თუ კი დააკვირდებით განსაკუთრებით ზაფხულში. ყოფის აი ასეთი თეთრი ლამაზი მცენარე, რომელსაც ჰქვია ზღვის შროშანი. ზღვის შროშანი არის ნამდვილად იშვიათი სახეობის მცენარე, რომელიც რთულად ეგუება ათვისებულ ზონებს. აი ხშირ შემთხვევაში მაგალითად დასახლებულ ზონებში, სადაც ხალხი ცხოვრობს და იქ რაღაც მოდერნიზებულ შენობებს გამენ, აი იმ მიდამოებში ეს მცენარე ფაქტიურად შეუძლებელია რომ ვნახოთ. თუმცა ისეთ აუთვისებელ ზონებზე, როგორც არის მაგალითად აი ეს მთლიანი ანაკლის სანაპირო, ეს მცენარე არის მთლიანად მოდებული. ზაფხულობით იგი ნამდვილად გამორჩეულად ყვავის და წარმოუდგენელი არის, რომ ყურადღება არ მიიქციოს ჩვენი, იმდენად ლამაზი არის ეს მცენარე. ამ მცენარეს ამავდროულად ვძახიან ბიოინდიკატორსაც, ვინაიდან იქ სადაც ბიომრავალფეროვნება ყვავის, ფაქტიურად რო ვთქვათ, აი იქ იმ ადგილებში იზრდება ეს ლამაზი ყვავილი. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ამავდროულად შუა ევროპაშიც. შავი ზღვის სანაპიროზეც აი ამ მცირე მიდამოებში არის შემორჩენილი მხოლოდ. მე როგორც ვიცი, საქართველოს წითელ ნუსხაში იმყოფება და გადაშენების საფრთხე ემუქრება. შესაძლოა ძალიან წითლად ჩამდეთ, ვინაიდან მოსაღამოვდა უკვე. თუმცა ახლა ვიწყებთ სამზადის, ჯერ გვინდა გამოვაცხოთ პური, ამავდროულად პარალელურად შევწვათ კრაბის ჭხირები, გავამზადოთ ამავდროულად კარტოფილიც და ვნახოთ დღის ბოლოს რა გამოვა, ამავდროულად თევზის დაჭერასაც ვაპირებთ, ეგ როგორ იქნება არ ვიცი, თუმცა ეგეც გამოგვივიდეს. ვნახოთ.
სუშების დამზადებასაც მოვრჩით, რაღაც წვალებით გამოგვივიდა. ახლა კი ვესადოთ გამოვაცხოთ პური და შემდგომში უკვე შევწვათ კარტოფილი. საშინელი წვიმა მოგვიწია, ახლა გამოვედით კარავიდან, მთლიანად დავსველდით. შესაბამისად ვერ მოვახერხეთ საკვების მომზადებაც. ამავდროულად კარტოფილი, პური და სხვა რამეები გქონდა ცეცხლზე შელაგებული, თუმცა იმის გამო რომ ის ვერსად ვერ გადავიტანეთ და საშინელი წვიმა იყო, კარტოფილის დაიწვა, პურიც განადგურდა. შესაბამისად ახლა ვართ ისე, სუშის იმედზე. შემდგომი დილაც გათენდა. ახლა წავიდეთ და შევამოწმოთ ანკესი, რომელიც გუშინ ღამით აი რაღაც მოუგლოდნელად ავაწყე, საერთოდ არ ქონდა ეგეც გეგმაში. ვინაიდან ამინდი არ იყო შესაფერისი და ნახოთ ახლა დღეს რა დაგხვდება, აბა. როგორც ჩანს, მხოლოდ თევზები გავაძღეთ, ვინაიდან ვერაფერი ვერ დავიჭირეთ. და ეგ არც არის გასაკვირი, ვინაიდან როდესაც ზღვაზე თევზაობ, მით უმეტეს აი ასე ანკესით, მნიშვნელოვანი არის, რომ ახლოს იყო ყოველთვის და დაელოდო თითოეულ ზარის ხმას თუნდაც მაგალითად, იმიტომ რომ მცირე ზომის თევზების მაგალითად, რომელიც ნაპირთან შორია ახლოს მოძრაობენ, ხშირ შემთხვევაში ჩვენს მიერ ჩაგდებულ ეს იქნება, რავი, სატყუარად ჭია თუ სხვა რამ, საკმაოდ ადვილად პოულობენ, აქუც მაცემენ სხვადასხვა მხრიდან და საკმაოდ კარგად ახერხებენ იმასაც, რომ აი ამ კაუჩს არ მოედონ, ჩვენს მიერ დაგებული ეს ხაფანგი მათთვის უბრალოდ საკვები გამოდგეს. ახლა კი დავიზრათ და შევამოწმოთ მიმდებარე ზონებში არსებული ტბები. სადენებზე ახლა ჩვენს უკან ზიან ტარბები და ოქროსფერი კვირიონი. ოქროსფერი კვირიონი არის ის სახეობა, რომელიც მეფუტკრეებისთვის საკმაოდ დიდი პრობლემა არის. ვინაიდან მათ შეუძლიათ სულ რაღაც რამოდენიმე ინდივიდს მთლიანი სკის განადგურება რამოდენიმე საათში. ძირითადად ისინი მსხვერპლ აირში იჭერენ და ამავდროულად არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამ სადენებზე ისინი უტყამენ ნისკარტს იქით-აქით, რათა ეს მსხვერპლი მოკლან და უკვე შემდგომში სხვადასხვა ტრიუკებით ცდილობენ რომ შეჭამონ. საქართველოში კი ორი სახეობის კვირიონი არის გავრცელებული. ეს არის ოქროსფერი, ყველაზე ფართოდ გავრცელებული რომელიც არის, ხოლო მეორე კი მწვანე კვირიონი, ის შედარებით იშვიათი არის და მას ასე ყოველდღიურად ვერ გადავაწყდებით. ჩვენ ახლა რასაც კადრში ვხედავთ, ეს სახეობა გახლავთ გარეული იხვი. გარეული იხვები საბუდრად იყენებენ აი ამ ტერიტორიებს, დასავლეთ საქართველოში და ამავდროულად მთელი საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად ბუდობენ. გარეული არის ყველა ის სახეობა, რასაც ჩვენ ვხედავთ ბუნებაში იხვების, თუმცა აი ეს ინდივიდი არის კონკრეტულად რომელ სახეობასაც ქვია გარეული იხვი. ეს ინდივიდები არიან საკმაოდ სწრაფებიც, ისინი სხვა იხვებთან შედარებით ზომაში ძალიან მოზრდილები არიან. დად მივდიოდი მეორე ლოკაციაზე, თუმცა არ შემეძლო არ გამეჩერებინა აქ და თქვენთვის აღმეჩვენებინა აი ქვიშაში არსებული მსგავსი ნაპრალები. არ ვიცი აქედან როგორ მოჩანს, თუმცა შევესწრები ახლიდან გადავიღო. მსგავსი ნაპრალები არის ხშირ შემთხვევაში საბუდარი საკმაოდ კარგი კვირიონებისთვის, აი იმ არსებებისთვის, რომლებიც ვახსენე. ხშირ შემთხვევაში აი ასეთ ქვიშის გორებში ისინი აკეთებენ ნაპრალებს, ამავდროულად მსგავს ნაპრალებს იყენებენ ვენაპირე მერცხლებიც. შესაბამისად, განსხვავებულ სახეობებს გააჩნიათ განსხვავებული ტერიტორიები საბუდრად და ისინი განსხვავებულ ჰაბიტატებში და ლანდშაფტებში ბინადრობენ. ხშირად რჩება ამავდროულად მათი ფეხების გამოხოხვის კვალიც. აი ვინაიდან აი ესეთ ვიწრო გამოსაძრომში უწევთ გამოსვლა, ხშირად ისინი სხეულის განსხვავებული მოძრაობით გამოდიან გარეთ. შესაბამისად, ფეხების კვალიც, სადაც აი ეს ფეხები გამოდის, რჩება გამოკვეთილად, შედარებით ჩაღრმავებულად, ხოლო მის ზემოთ არსებული ქვიშანარევი გორა კი გამიჯნული არის ცენტრალური მხარისგან და იმის კვალის აშკარა არის, რომ ანუ ამ ტერიტორიას იყენებდა ან ეწვია საერთოდ კვირიონი. აქედან შორი არის, თუმცა აი ამ ხეზე ის მებორნე, იგივე ჩვეულებრივი მექვიშია, რომელიც
საკმაოდ აქტიური ფრინველი არის. დღე-ღამის მანძილზე ხშირად მოძრაობენ. რაც შეეხება უკვე აი ამ პატარა არსებას, რომელიც ერთი შეხედვით საყვარელი არის, რეალობაში ძალიან სასტიკი მტაცებელი არის, ასე ვთქვათ. ზოგადად მტაცებელ ფრინველებს და არამტაცებლებს ყოფთ განსხვავებული პრინციპით. მაგალითად, მტაცებელი ფრინველები ჰქვიათ კონკრეტული ჯგუფის ფრინველებს, რომლებსაც გააჩნიათ ბასრი კლანჭები, ნისკარტი, კარგი მხედველობა და აქ არის გარკვეული გვარები, რომელშიც შედიან აი ესენი და აი ამ გვარებში შემოიფარგლება ეს მტაცებელი ფრინველები. თუმცა, როგორც ასეთი, არსებობენ ისეთი ფრინველებიც, რომლებიც არანაკლებ მტაცებლობენ, თუმცა არ არიან მტაცებლები. აი ამის ნათელი მაგალითი არის აი ეს ღაჟო. ეს ინდივიდი ახლა რასაც ჩვენ ხედავთ, არის წელს დაბადებული, ანუ რამოდენიმე თვის არის და ახლა სწავლობს ნადირობას. მათ აქვთ განსხვავებული და გამორჩეული ცხოვრების ნირი. ისინი იჭერენ მსხვერპლს, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ეკლებში და მსგავს ჯაგებში ცხოვრობენ, მიყავთ თავიანთი მსხვერპლი აი ამ წვეტიან ეკლებზე და ხშირ შემთხვევაში მასზე ამაგრებენ. არის შემთხვევა, რომ მის საცხოვრებელ გარემოს აი მსგავსადაც კი ცნობენ. რამოდენიმე სახეობის ღაჟო გვყავს საქართველოში, თუმცა ეს ღაჟო საკმაოდ მოზრდილი არის ზომაში. ისინი ამავდროულად იკვებებიან მღრღნელებითაც. აი მე პირადად ნანახი მაქვს, როგორ იკვებებოდნენ ეს ღაჟოები მაგალითად წრუწუნებით. იმ მცირე ზომის სახეობის ფრინველები, როგორებიც არიან ჩვეულებრივი ღაჟოები, კი ზომაში მომცროები არიან და ისინი ხშირ შემთხვევაში კალიებს და სხვადასხვა მწერებს ამაგრებენ თავიანთი საცხოვრებელი გარემოს გარშემო. თუმცა მათაც კი შეუძლიათ გამორჩეული ნადირობის უნარები გამოავლინონ და მათზეც კი არის აღწერილი ფაქტები, როდესაც ისინი მერცხალს მაგალითად ან საერთოდ სხვა სახეობის ფრინველსაც კი მიირთმევენ. თავარი არის, რომ ზომაში გაუმკლავდეს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს მისი მონადირება. ახლა დროა დარჩენილი კარტოფილის შევწვათ, რაც გუშინდელი წვიმის და სხვა პროცესების შემდეგ გადაგვირჩა. ხოლო რაც შეეხება აი ამ ლამაზ ინდივიდს, ეს ფრინველი გახლავთ ჩიდბატონი. დარწმუნებული ვარ, ნამდვილად ხსმენიათ ეს სახელი. თუმცა აი უკვე იცით როგორ გამოიყურება ის რეალურად. ისინი აი ამ მცენარეს, რომელსაც ქვია ნარი, მას არჩევენ, როგორც ადამიანი მზეს უმზირას და შემდგომში უკვე მიირთმევენ მას. რაც ძალიან საინტერესოა არის ის, რომ ამ ინდივიდებს არ გააჩნიათ სქესობრივი დიმორფიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ დედრი და მამრი მათ შემთხვევაში გამოიყურება ერთნაირად. ზოგ სახეობის ინდივიდებს გააჩნიათ განსხვავებული ვიზუალი დედსა და მამრს შორის. მაგალითად აი ეს ხმაც, ვისგანაც მოდის, თუნდაც აი ამ ღაჟოებს გააჩნიათ განსხვავებული ვიზუალი. მამრი არის განსხვავებული, ხოლო მდედრი განსხვავებული. თუმცა ჩიდბატონებში ეს ყველაფერი სხვანაირად არის. მათ მამრის და მდედრის გარკვევა ვიზუალით შეუძლებელია. გზად ჩემი ყურადღება მიიქცია ჭაობის მცენარე. არ ვიცი ახლა კადრში როგორ ჩანს, თუმცა ფოტოებში კარგად გამოჩნდება ძალიან ლამაზი და მრავალფერი, რაღაც ვარდისფერი და თეთრფერში არის წარმოდგენილი. მცენარეებში კარგად არ ვერკვევი, თუმცა ის წესით ჰიბისკუსის გვარის წარმომადგენელი უნდა იყოს. და მთლიან ამ ჭაობიან ზონებზე იგი გავრცელებული არის. აი სწორედ ასე გამოიყურება ტიპიური კოლხური ტყე. აი ამ ხეზე არის ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, მაგალითი იმისა, თუ როგორ ითვისებს ამ მცენარეს მეორე პარაზიტი მცენარე. აი ეს მცენარე არის სურო, რომელიც სუბსტრატად იყენებს, ემაგრება სხვა მცენარეს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ხმელა თუ სხვა, ითვისებს მის მინერალებს ამავდროულად, უჩრდილავს მზესაც და არის შემთხვევა, რომ იმდენად დიდი იზრდება, რომ მცენარეს ფიზიკურად არ აქვს იმის საშუალება, რომ მზის სხივები დაიჭიროს და ის ხმება. თუმცა მიუხედავად იმისა, ის სულაც რო გახმეს, მაინც აგრძელებს მასზე ცხოვრებას და საკმაოდ ჭიდროდ ემაგრება მას. მსგავსი ტყე არის რელიქტური, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაურჩა ბოლო გამყინვარებას, რასაც მცენარეულობის დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვერ გადაურჩა. ამ გარემოში, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, წარმოდგენილი არის თხმელა. თხმელას დადებითი ფუნქცია, ასე ვთქვათ, არის ის, რომ იგი ახდენს აზოტის ფიქსაციას. სხვა ბევრ მცენარეს, რომელსაც ამის უნარი არ გააჩნია,
მის შემოგარენში იზრდებიან, შესაბამისად ითვისებენ აზოტს და იმ ქიმიურ ელემენტს, რომელიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის გადარჩენისთვის. ძალიან ბევრი კოღო არის. აიდან ტენიანობა მაღალი არის. წყლის ზონებით არის გამორჩეული აქაურობა, აი ფეხსაც კი რო ვდგამ, წყალში ჩადის. რაღაც თითქოს და ნამიანი არის ყოველთვის აქაური ნიადაგი, რაც კოღოებისთვის ხელსაყრელი არის, რომ აქ იცხოვრონ. მე კი ცოტა ხნით მათი დელიკატესი შემოვედი და აი რასაც ქვია, ძალიან ბევრი კოღო მასევია, უნდა გავიდი აქედან, თორე დიდხანს ვერ გავჩერდები ნამდვილად. ახლა ვეძებ სათევზაო ადგილს ხობისწყალზე. თუმცა შესაფერისი ლოკაცია ჯერ ვერ გვიპოვებინ. აიდან ძალიან ცხელადაც რაღაც ისეთი ადგილი მინდა, სადაც ჩრდილიც იქნება და ცოტას თავს შევაფარებ. ახლა ვცადოთ სპინინგის თევზაობა, დავაყენოთ ქაშაპის ატყუარა და ვნახოთ რა გამოვა. ქაშაპის ატყუარა სწორედ ასე გამოიყურება. მას დიდ რეკომენდაციას უწევენ ხოლმე მეთევზეები. ხობისწყალზე ვართ, სათევზაოდ მოსული, თევზი კი პასიური არის. ამავდროულად ჭიის ზებნაც ძალიან გაგვიჭირდა. და ძირითადად ამ ჭიასაც კი მცირე ზომის თევზები გვართმევს, რომელიც იმდენად პატარა არის, რომ ჩვენს ნემსკავზე არ ეგება. ვცადე რამოდენიმე განსხვავებული ლოკაცია, თუმცა უშედეგოდ სამწუხაროდ დღევანდელ რეალობა ის არის, რომ აი ძალიან ბევრი შრომის გაღება უწევს ქართულ მეთევზეს იმისთვის, რომ რაღაც ერთი თევზი დაიჭიროს, როდესაც ბევრ სხვა ქვეყანაში საკმაოდ ადვილად ხდება თევზის დაჭერა ნებისმიერი საშუალებით. უკვე წვიმამ დაიწყო, ჩავლაგდით. დღეისათვის კი სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით და შემდეგ შეხვედრამდე. თქვენ კი დამიწერეთ თუ კი მოგწონთ მსგავსი ტიპის ვიდეოები და ღირდა თუ არა ამ ორი დღის აი ასე გატარება.